ყველაზე ხშირი დასმული შეკითხვებიდან არის ყავა, იმიტომ რომ პაციენტებს გონიათ, რომ პირის ღრუ თუ არ აქვთ მოწესრიგებული, ამბობენ, რომ იცით რატომ აქვს ესე პირის ღრუ, იმიტომ რომ ყავას ვსვავ დღეში 2 ფინჯანს. 2 ფინჯანი ყავა არ არის ის რაოდენობა, რამაც შეიძლება პირის ღრუში სხვა პრობლემები გამოიწვიოს. დამერწმუნეთ, პირის ღრუში უკვე არსებობს პრობლემა და ყავა პროვოცირება შეიძლება უკეთებდეს. მწვანე ჩაიც ძალიან დიდი რაოდენობით კოფეინს შეიცავს, შავი ჩაიც შეიცავს კოფეინს და ეს არ არის მავნე ჩვენი კბილებისთვის. უბრალოდ აქ არის რაოდენობა, თუ ჩვენ დღეში 6-7 ჭიქა ყავას ვიღებთ, ისევ pH მჟავიანობაზე მივდივართ და თუ ყავის მიღების შემდეგ ჩვენ ეგრევე კბილებს გამოვიხეხავთ, ესეც არასწორი იქნება. უნდა გავიდეს დრო, ყავას უნდა მივაყოლოთ წყალი 1 ჭიქა, რომ მოხდეს ტუტოვანი ბალანსის აღდგენა და მხოლოდ მის შემდეგ გავიხეხოთ კბილები, რაც უფრო უსაფრთხო იქნება კბილის მინანქრისთვის და ნაკლებად დააზიანებს.